ვახოსანაიესთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას დღეს ევროკომისიის პრეს-სპიკერი ანუარ ელ-ანუნი გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და მის გაჩუმებას, ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ვახოსანაია და ასევე ყველა, ვინც თვითნებურად არის დაკავებული. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულება დევნის ან გადაჭარბებული შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და მის გაჩუმებას, ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს. ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ვახოსანაია და ასევე ყველა, ვინც თვითნებურად არის დაკავებული. Georgian authorities must release Vakhosanaya as well as all those that are arbitrarily. ვახოსანაიას პოლიციამ ხელბორკილის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დაადო. ჟურნალისტს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის გამო შეუფარდეს, რომელშიც ჩალვა პაპუაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე იყვნენ ნახსენები. სანაიესთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. ჟურნალისტის ხდომას არ დასწრებია. პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მიმართა. სანაიას 2 კვირით დაპატიმრებას წინ უძღო და მისი დაჯარიმება. 10 ივლისს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჟურნალისტი Facebook-ზე გამოქვეყნებული ტექსტის გამო 6000 ლარით დააჯარიმა.